მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მე გახლავარ დავით ბოტკოველი კომპანია HD Forex-ის ანალიტიკოსი და წარმოგიდგენთ ბაზრებზე მიმდინარე მდგომარეობას. დავიწყოთ კვლავ ევრო-დოლარის წყვილით, სადაც განვითარებული არის ძლიერი აღმავალი ტრენდი. როგორც ნახეთ, 1.12 ნიშნული წყვილმა ვერ გაარღვია და ამ ეტაპზე იმყოფება კორექციაში და შესაძლებელი არის, რომ წყვილი ჩამოვიდეს წინა მაქსიმუმთან, ეს არის 1.1170 ნიშნული დაახლოებით. და შესაბამისად მე აქ რა მოხდება, იმას აქვს მნიშვნელობა, ანუ თუ აისხლდა წყვილმა და გაარღვია პატარა მაქსიმუმი, უკვე განვითარდება აღმავალი ტრენდი და მოსალოდნელი არის, რომ აი დღის გრაფიკზე უკვე ტრენდმა მიაღწიოს 1.1270 ნიშნულს და თუ თქვათ ამ ნიშნულის ქვეშ ჩამოვიდა, ანუ 1.1170 ნიშნულის ქვეშ ჩამოვიდა, მაშინ რა თქმა უნდა გაგრძელდება კორექციული უკუსვლა და ნუ სად დასრულდება, უკვე დავინახავთ ერთ-ერთი დასრულების სიგნალი იქნება ასევე ეს ერთ-ერთი ძლიერი მინიმუმი, ეს არის 1.1080 ნიშნული. რაც შეეხება დოლარ შვეიცარიულ ფრანკს, აქ კვლავ გრძელდება დაღმავალი მოძრაობა, მაგრამ გადასული ვართ ერთგვარ კორექციულ უკუსვლაზე. არ არის გამორიცხული, რომ ამ ეტაპისთვის ბაზარი მივიდეს 0.98 ნიშნულთან და დაახლოებით აი ამ მინიმალურ წერტილთან, რომელიც წარმოადგენს ძლიერ წინაღობის ზონას და ამას თუ ვერ გაარღვევს ამ წინაღობას, მაშინ განვითარდება უკვე დაღმავალი სვლა. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ თუ 4 საათიან გრაფიკზე ან 1 საათიან გრაფიკზე ბოლო მინიმალური წერტილი გადალახა, ეს არის დაახლოებით 0.9720 ნიშნული, მაშინ გააგრძელებს კვლავ დაღმავალ სვლას და საბოლოო მიზანი აქ როგორც წინაზე ვთქვით, ეს არის 0.1550 ნიშნული. რაც შეეხება ფუნტი დოლარის წყვილს, აქ განვითარებული არის აღმავალი მოძრაობა, თუმცა ამ აღმავალ მოძრაობაში უკვე შეინიშნება ერთგვარი სისუსტე. აქვე მნიშვნელოვანია, რომ დღეს ბაზარმა გააკეთა ერთგვარი სარკისებური დონე, ანუ წინაღობის დონე გახდა ეხლა უკვე მხარდაჭერის დონე. შესაბამისად, თუ ბაზარმა აისხლდა ამ დონიდან, უკვე მოსალოდნელი აღმავალი სვლის განვითარება და პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ეს აღმავალი სვლა იქნება 1.30-50 ნიშნულთან, რომელიც წინა მოძრაობის დროს ვერ გადალახა და ამ ნიშნულსაც თუ გადალახავს, მაშინ ფაქტიურად შესაძლებელია განვითარდეს ძლიერი აღმავალი სვლა 1.33 ნიშნულამდე, ხოლო თუ ბაზარმა გააგრძელა ქვევით სვლა, ანუ გაარღვია 1.2990 ნიშნული დაახლოებით აი ეს ზონა, მაშინ მოსალოდნელია კორექციული უკუსვლის განვითარება 1.2770 ნიშნულისკენ. რაც შეეხება ავსტრალიურ დოლარს, აქ განვითარებული არის დაღმავალი ტრენდი, წყვილი კვლავ იმყოფება აღმავალ საკორექციო მოძრაობაში და დღეს ხედავთ, რომ ჩამოსული არის იგი მხარდაჭერის ნიშნულის ქვეშ და გაიხადა იგი წინაღობის დონეთ, ეს ნიშნული არის 0.7450 ნიშნული, ანუ ფაქტიურად ბაზარმა ვერც მიაღწია ბოლო აღმავალ სვლაზე, აი მთლიანობაში ამ აღმავალ სვლაზე ვერც მიაღწია 0.75 ნიშნულამდე და შესაძლებელი არის, რომ ბაზარმა ეხლა დაძრას თავისი მოძრაობა უკვე დაღმავალი მიმართულებით და 0.74 ნიშნულისკენ და უკვე განავითაროს ერთგვარი დაღმავალი ტრენდული სვლა. საერთო მიზანი დაღმავალ სვლაში ეს არის 0.73-20 ნიშნული, ანუ ეს ქვედა ზღვარია, ერთდღიან გრაფიკზე ეს ყველაფერი კარგად ჩანს, ხოლო მისი გარღვევის შემდეგ კი 0.71-50 ნიშნული, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ბაზარი განავითარებს აღმავალ სვლას, პირველ ეტაპზე რა თქმა უნდა გაარღვიოს ბოლო მაქსიმალური ნიშნული, ეს არის 0.75-50 ნიშნული, ჩავთვალოთ, რომ უკვე ბაზარმა დაიწყო აღმავალი ტრენდის განვითარება და არ არის გამორიცხული, რომ შემდეგ ეტაპზე მან მიაღწიოს უკვე 0.77-50 ნიშნულს. რაც შეეხება დოლარ იაპონურ იენს, ფაქტიურად ხუთშაბათი პარასკევით დღის მაქსიმუმებთან მივიდა ისევ დოლარი იაპონური იენის წყვილი, ჯერჯერობით ვერ არღვევს, როგორც ხედავთ, ერთგვარი სამკუთხედის ვარიანტისაც კი აკეთებს. შესაბამისად, შესაძლებელი არის, რომ ბაზარმა კვლავ განავითაროს დაღმავალი სვლა, თუმცა მთლიანობაში თუ ერთდღიან გრაფიკს გადავხედავ, მთლიანობაში ტრენდი იმყოფება აღმავალ ტრენდში და შესაძლებელი არის, რომ ეს მოძრაობა კვლავ განახლდეს. ანუ პირველი ესეთი სიგნალი ჩვენ მივიღეთ აღმავალი სვლის განახლებისა, ეს არის 120 ნიშნული, რომ ვერ გაარღვია და შემდეგ უკვე
რა თქმა უნდა, თუ ბაზარი ახლა ამ მაქსიმუმსაც გაარღვევს, ეს არის დაახლოებით 111.75 ნიშნული, მაშინ განავითარებს აღმავალ სვლას. მაგრამ თუ ბაზარმა ვერ გადალახა 111.75 ნიშნული და პირიქით ქვევით განავითარა მოძრაობა, მაშინ მოსალოდნელია კვლავ 100 ნიშნულისკენ განვითარდეს სვლა და მისი გარღვევის შემდეგ უკვე განვითარდება დაღმავალი ტრენდული სვლა. დაახლოებით აი მინიმალურ ზღვრამდე ეს არის 108-10 ნიშნული. ყველას გისურვებთ წარმატებულ ვაჭრობას, გმადლობთ ყურადღებისთვის.